მე აქ მოვედი იმისათვის, რომ თქვენ მოგისმინოთ რა გაინტერესებთ, რა არის თქვენთვის ყველაზე მტკივნეული, რა არის თქვენთვის შესაძლებელი ამ პროგრამაში. ყველამ სხვადასხვა რაღაც გააკეთა. ზოგმა იყიდა მაგალითად ჭურჭელი ქელეხებისთვის და თავიდან მთავრობა უშლიდა, რომ რა დროს ჭურჭელია, როგორ შეიძლება მე ვუთხე დაანებეთ თავი თვითონ გადაწყვიტო. ზოგ სოფელს ჭურჭელი უფრო ჭირდება. იმიტომ რომ ერთმანეთს ხოცავდა ხალხი ამ ჭურჭელის გულისთვის. ზოგმა შემოღობა სტადიონი ან სასაფლაო ან ზოგმა გააკეთა სოფლის ბირჟა გაანათა. ყველა სოფელს აქვს თავის პრიორიტეტი. ამ სოფელზე გამოყოფილი თანხებით შევაკეთეთ სოფლის კლუბი და 2010 წელს მოსახლეობის უდიდესი პრობლემა იყო სარწყავი წყალი. ეს პროცესი დღეს დავიწყეთ სამუშაოები, გამოყოფილია თანხა სოფლისთვის 50,000 ლარი, რომლითაც პრაქტიკულად 2 თვის მანძილზე ამ პრობლემას მთლიანად გადავწყვეტავთ. ეს მოსახლეობა ადგილობრივი რაჭის-უბნელები იყვნენ, ვინც შეიკრიბნენ აქ? რასაკვირველია, ადგილობრივი სოფლის მოსახლეობა იყო. ჩვენ ატევნელები ვართ და ჩვენთანაც არის ეს პროგრამა, მუშაობს უკვე, შენდება იქაც რიტუალების სასახლე და იმედია რომ ჩვენთანაც ესეთი ლამაზი შენობა აშენდება. შარშან ამ დროს ეს კლუბის შენობა იყო გაპარტახებული ფაქტიურად. ახალგაზრდებს არ შეეძლოთ აქ შემოსვლა, რაიმე კულტურული ღონისძიების ჩატარება და მას მერე რაც სოფელმა მიიღო, შარშან ხდება ეს ყველაფერი სოფლის პროგრამა. როგორც ხედავთ, გარემონტა მთლიანად დარბაზი და დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ სოფლის მოსახლეობა შეიკრიბოს და ნებისმიერი ღონისძიება ჩაატაროს.